თავი მე-15. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობარნი და უთხრეს: რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას, რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამისწინ? მან კი მიუგო მათ პასუხად: თქვენ რაღაცომ არღვევთ ღვთისმცნებას თქვენი ჩვეულების გამო? ვინაიდან ღმერთმა თქვა: პატივიეცი მამას და დედას და მამის ან დედის აუგის მთქმელის სიკვდილით მოკვდეს. თქვენ კი ამბობთ, თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას, ეს შესაწირავია, რითაც შემგან უნდა გესარგებლაო, ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას. ამრიგად თქვენ გააუქმეთ ღვთისმცნება თქვენი ჩვეულებით. თვალთ მაგცნო, კარგად წინასწარ მეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა: ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის შემგან. ამაოდ მცემენ თაყვანს, რა კი ადამიანთა განკარგულებებს მოძღვრების მსგავსად ასწავლიან. მოუწოდა იმ ხალხს და უთხრა მათ: ისმინეთ და გაიგეთ. ადამიანს ბილწავს არა ის, რაც პირში შედის, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს. მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით სუნდნენ? მან კი მიუგო პასუხად: ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. მოეშვით მათ. ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივია. პეტრემ უთხრა მას პასუხად: გაგვიმარტა ეს იგავი. ხოლო მან უთხრა: ნუ თუ კიდევ არაფერი გაგეგებათ. ნუ თუ კიდევ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და გარეთ გამოდის. ხოლო პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ეს ბილწავს ადამიანს. ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტის რახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი, სწორედ ეს ბილწავს ადამიანს. დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს. გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში. და ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰაღადა მას: შემიწყალე მე უფალო ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია. მან კი ხმა არ გასცა მას. მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს: გაუშვი იგი, ჩვენ რომ მოგყვირის. მან კი პასუხად უთხრა: მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან. დედაკაცი კი მიუახლოვდა, თაყვანისცა მას და უთხრა: მიშველე უფალო. ხოლო მან მიუგო პასუხად: არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო. დედაკაცმა უთხრა: დიახ უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვიო. მაშინ მიუგო იესომ პასუხად: ჰოი დედაკაცო, დიდია შენი რწმენა, მოგეცეს როგორც შენ გსურს. და იმავ საათში განიკურნა მისი ქალიშვილი. წავიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვასთან, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ. მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან ჰყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, ბრმები, მუნჯები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი. ასე რომ უკვირდა ხალხს, ხედავდა, რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, დასახიჩრებულნი გამოჯანსაღდნენ, კოჭლებმა გაიარეს და ბრმებმა დაინახეს და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს. იესომ კი მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მებრალება ეს ხალხი, 3 დღე რომ ჩემთან არის და საჭმელი კი არაფერი აქვს. არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რათა გზაში არ დაუძლურდნენ. უთხრეს მას მოწაფეებმა: უდაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაწყოთ? იესომ უთხრა მათ: რამდენი პური გაქვთ? მათ უთხრეს: 7 და მცირეოდენი თევზი. მაშინ უბრძანა ხალხს, რომ მიწაზე დამსხდარიდნენ. აიღო ის 7 პური და თევზები, მადლი შესწირა და ამტრია და მისცა თავის მოწაფეებს. მოწაფეებმა კი ხალხს. ყველამ ჭამა და გაცხა. ნარჩენი ნატეხებისაგან
კი 7 სავსე კალათი აგრიფეს. ჭამელნიკი 4000-მდე კაცი იყო გარდა დედაკაცებისა და ბავშვებისა. გაუშვა ხალხი, ჩაჯდა ნავში და მივიდა მაგდალის ადგილებში.